Привет. როგორ ბრძანდებით, როგორ ახართ? მოდი აქეთ. ეს ტომატი შედევით და აქ იმას ხნო ბურშს ვაკეთებ ხალხნო და წადი იქ ცოტა ხანი და და იმას ხნო მოგესალმებით დაკარგული ხალხი. დავიკარგებით. Are ხომე შეგირა გასაწყალოზე და Rari, au vedere vari come una matematica. ხანდა ხანგუნდირებს უშის სტაფილო გაგავატარდეს. უყურე დავაბნიე რა. მომეშალა ნერვი. შემოვდიოდი მომეშალა ნერვები აკეთე. ჰა? გამოწვევდი. არა ისე. დებილობაა. ასე დებილობაში გახდა. არა, აბა ნერვს აგიშლის ადამიანს. ძალიან კაია, ახლა მოგლაპარაკო. რა. დებილობაა. აი ხალხო დაიცა ვერ ახედავე ბურს ვაკეთე ბურს ახლა ხედავი დავჭერი ბორშის მასალა აბა ზარაში შევალ აბა ზარაში შევალ
მერეი ხალხნო ხანდახან ნამეტანი გავზარმაცდით ჩვენ რა ხდება ჩვენი საქმე ვეღარ გა ამ თვეში ძალიან გავზარმაცდით ხალხო. უკვე მე ამდენი გაცდენა მქონდა. რა ქენი დედა რა ქენი შვილო რა ქენი გიორგი ეს გავიტყი, ასე გავიტყი. პიდავით კმიში. აუ. გამაჟრიალა. აი გავიტყი ხალხო კმიში სამაჯურები. დადივა რა სხმული მეც კიდე. ა გაი ой, ეკოილი გონი. დედა რა გაქნა გული წინა კვირის გარშე დავჩევი მე. ასე გადარჩნენ დედა. გადარჩა ის ზეინები. გადარჩა მაგრამ ის ჯირი მოვიდა გონზე? არა. სედამ თათა მოვიდა მაგრამ სამოვიდა ალბათ ჩემთან იმაში ის პარაშუტს კაციები იქნებს რა პარაშუტი. ო პარაშუტი. Ja. Dann ist auch eine ja. ზეინეპლეტო. რა ვიცი ეს ლეტოების ბებრები კი დაიხოცნენ. ხალხებს აღარ ეშვებია. ო. ისიც დაიჭირეს თმა. ვიცი. ზეინეფის რა. მან ჩაუქვა. აქვია. ცოლმაგია. ლეილა. ლეილა? Voilà. ლეილამ კი არა, რა ქვია იქას? დამლასდენამ ჩაუშვო. ხო, დამლასდენას რა ქვია, ლეილა რა ქვია? არა გაცო, ეს არა ქვია, ნარგიზა. ნარგიზა ქვია, ნარგიზა. ლეილამ ჩაუშვო. თავის შვილი ხო დაიჭირეს. სპეციალურად დაიჭირეს, რომ კარგად იქნება ჩემი შვილი. ო, ძალიან. ვერა ყოფილი, ვერა თავი მატონდა. ეგეც ლეთუა და. ო. ლეთუა რა. ლეთუა. ლეთუა.
ჰალილ იბრაჰიმის მოკლა უნდა ყველას და ისე იზავენ ეგენის ისე რა კარგად დაამჟავა იბიჭი რა. აუ რა კარგია ეგ კარგია ეგ მომეწონა მამამისსაც რომ მიაყოლებდეს კარგი იქნებოდა უფრო თავგადყელებულ კაცს ისა თავგადყელებულ გატყელებულ კაცს გატყელებულ სახეუში ჩინელა კაცი იყო რა ყველგან ეგ გამოდის ეგ გადასაშენებელი გადასაშენებელი ადამიანი გადაშენდეს აქედან ის მოკდა მონი მაგას არ ვიყო ხო ისიც აფეთქ იაჰიები რო არიან ხო იცი იმან აფეთქ ისინი რა ქვია რა გვარები არიან კაცო გვარები გია რა კარგია მაცივარში მიდა მაცივარში კარგია მაცივარში მინდა ცხელა და მაცივარში შევედი საყინულე შეყოთა ნარგიზია თუ შმარგიზი გლახქალი ეგეც გლახა არის ყველგან ყველგან გლახა არის ეგა ნარგიზია თუ ნარგიზა თუ შმარგი ლეიტო იფიქრეთ დედაც გლახა ხარია ის ცუდაიჭი ოიცი აი მარია მოკლა მიასკული გამოუშვები ხვაბები ხვაბები და ხვაბები Sichume chamowata. Sichume chamowata. Chamo mezida.
ძიმინელის პირველი ხომ არ მოგივიდა კი ეხლა დავждეთ სულ. თუ ისწავლეთ. იგი წავიდეთ წამო გამოჩნდე წამოიღე. დავიყარე. მოგიწვიოთ. თო. რატო? რა გიგო ათაყილავებული. ბიცები. ბიცები ყიავდებია ასე ვართ, აი. ასე. ეს მაღლა და ის დაბლა რა ვიცი მე. აი ეკოთივით. აი გურები მოწასას მე ჩხილებზე და წავშვით ხარხნო და ჯამათნო წაშუდი. და იდე საათი რომელი საათია? რის ნახევარი? რის ნახევარი? აი ბე როგორ ცხელა. როგორ ხელია ხარხელა. ნუ კარგად მოგერავს გამაში ეს რატო არ ტრია მე? გააჩერე ტყუში მე რა გავჩერე? დააწექი ალბათ რა გაჩერე ეს რა პონტია და ყოფილიყო რა კარგად მომდიოდა ჰაერი ისიც მომდის. არ მომდის ისე რა კაცო მოგდის. არა გაჩუდი. არ მომდის გააჩერე გააჩერე მომივიდეს კარგია არ მომდის ჰაერი მე რა ოდი აქეთ მაშინ. ძალიან კარგად მომდიოდა ძალიან კარგად მომდიოდა თავს გინიავი და არ მომდის აერიო. არ მომდის გაჩუნდი რა. არ მომდის რანაირად მინიავერ თმას ასე მაგრია ბარანაი. არ მომდის არ მინიავებს ნეტო. მაგრა დაცხალ ისა. შუახეზე მაგრა ცხელა იცი და საღამოსაც ახლა უკვე დაიხუთება აერი ისუ დავადგი რა ქვია. საჭმელი. დაიხუთება და დაიბონზე. და ხუთული მერანი ისედა მაგრამ უფრო. დაიცი მე არ მოვიდა იზა ცოტა აგრილება ოდნავ ახლა დამეტანი ზამთარში არ მიდა ჯერა მაგრამ ცოტა აგრილდეს. აგრილდეს ცოტა რა. სასწავლება არის რა სიცხე. ბედნიერისთანაც აგრილა ცოტა. ნიაია რამე რომე. დედა ქათმები დაამწუდიე. გავიცი მე. ხალხმა მაგრა დაგვცხადა რა გუშვილება მეც აღარ ვიცი რა. რა ვიქცეთ? ყოველ წელს უარესობა ხდება. ბაბა ჩვენბოდა ასხედით თორე წუხანა რატო? მე არ მეწო ბავშვებო რიგად დადექით. ბავშვებო დასხედით ისა
წინკლავი, განკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი. ქვემკლავი. ბავშვო, აი ჩემი ხნის ვინც ახალ გემახსოვრებთ. სკოლაში რომ მივიდიოდი, პირველ მეორე კლასში, წინკლავი, განკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი. გვაკეთებიებდნენ ბავშვებს, რა იყო? რა არის წინკლავი, განკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი, რა უხურობა? აი უყურე, წინკლავი ხო თქვა? ეს წინკლავი, ესე იგი წინ გამოწიან კლავია. განკლავი, გვერდზე გაწია. ზემკლავი, ქვემკლავი. რა უხურობა არის ასისტულელი არის რა? დებილობა. რა? რა არის კლავების ვარჯიშია რა არის იქნება მოგივარდეს კლავი. ხო უნდა წერის დროს გავარჯიშო ხელები. ისა კარგად წე. რა მინდა განკლავი. განკლავია თუ ისა რა ქვია. შინკლავი. შინკლავი. განკლავია თუ შინკლავი რა ვიცი. განკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი. აი წინკლავი, ხო? წინგაწიე, განზე გაწიე, ზემოთ, ქვემოთ. რა მაგარი პონტია. ის უნდა იყოს შინკლავი ასე. შინკლავი, ზემკლავი, ქვემონკლავი, წინკლავი, უკანკლავი, უკანკლავი, რა ნებია. უკან ასე. სწორდით სმენა ნაბიჯითია ეგრე სწორდით ეს გავწორდება ტარი სწორდით სმენა ნაბიჯითია ხო სწორდით სმენა ნაბიჯითია რა არის სულელია რა ვიცი ეგრე მუშაობდი მე რა ვიცი წინკლავს ხო დავაწყებიე მე დებილობა ყოფილა წინკლავი ახლანდელი სკოლა ჯო განკლავი აი ვერში ჩაიწყა აი ეგრე აი ვაი სკოლის რო კონტროლი წინკლავი აი ეგრე მუშაობდი ხალხო ისე რა იყო წინკლავი, განკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი და ისა სწორდით გავაკეთებიებდი მე. სმენა და ნაბიჯითია რომ დავდიოდით მე კლასებში შევდიოდი. ო. წკრივად დაგაყენებდნენ და ო. წკრივად კლასში უნდა შეწყობა. ყველა კლასში ყველა მიდიოდა, ყველა თავის კლასში მიდიოდა. ბუოპარასი ძადა. მე სულელია. დებილობა არის. ყელსახვევები რო გვეკეთავა მე არა მომწონს აი აქ ყელსახვევებს რო გავიკეთებდი ახლა მე მალე გადავარდა მე ჩადავარდა რა არის ყელსახვევი აუგებია ასე რატომ უნდა ფორმაზე უნდა კეთებოდა ყელსაბამი დედა ფორმები რომ ეცვა რა ფერი რა ყელსახვევი სტაფილოსფერი წითელი მე დებილობა აი მას რო სახურავი ხურია აი ბუზების საკალაფისი აი დეზოდორი თუარი აი ფერი იყო ზუსტად მე რა იცი რა მაგრა იკუჭებოდა დიოდი პრიალა იყო პრიალა რაღაცა ნაჭერი ხალხო ხო უი მისი ვალი იკუჭებოდა და ისა ასე გავიკეთებდა მე ასე კი უნდა გაგისვნა სხვანაირად როგორც ხალხი კეთდება აი აქ რაღაცა ის აი ესეთი ის რო აკეთეთ რაღაცა ხო რჩება ხო აი ესე შუაში ეგრე მქონდა ო ეგრე ვაი მე არ ვიცოდი შეყურა ხან ისე მივიბლარჯავდი ხანდაზე მოვიბლარჯავდი მე დედა ჩემი პირველ კლასში რომ მივიდოდა პირველად რომ მივიდოდი თეთრი კაბა თეთრი საროჭკა ბაფთებიანი ესე ლამაზი ფუფუშელებიანი და ისა რა ქვია ქვედა ბოლო რა შავი ლისის ქვედა ბოლო ან ისე ჩუულებრივი ხო შავი უნდა ყოფილიყო და გეტრები ყალამდე შეკრული კისრამდე შაკრული ისა აწეული გეტრები კისრამდე აღსულიყო ხო თუგანა მასკებს ჩაიცვამდი თეთრი უნდა გწვა ფეხსაცმელები ნებისმიერი ახლა შერაცხინებდა მაგრამ მე მე რა სისულელია ისა
წავიდოდით აქ ის მეკეთა ყელსახვევი და ფორმები მე ზამთარში ფორმები ეგ ზაფხული აი შემოდგომა გაზაფხული შემოდგომის იყო საროჭკა და ისა კაბა და ზამთრის იყო კლავიანი სქელი ნაჭერი იყო გიორგი ყავისფერი ხო და შეკერილი იყო მთლიანი სულ მთლიანი ხო კაბა იყო მთლიანი კაბა იყო ეს მთლიანი გასწორებული და ისა მთლიანი კაბა იყო შეკერილი იყო რაღაცა ლამაზად აი საროჭკის სტილზე იყო ზედა და ქვედაც ეგრე ბოლოს ავიდა ბოლო კაბას ავით რაღაცა და წინ ფართუკი ან შავი ფართუკი უნდა კვეთებოდეს ან თეთრი მე მქონდა გიორგი თეთრი ფართუკი შავიც მქონდა თეთრი ფართუკი მქონდა გიორგი აი აქ ყურჟავები ქონდა და დედა ჩემი რო გარეცხავდა და გააკარხმალებდა და ეს ყურჟავებს რო დაუთავდა კრახმალი ხო ესე დგას ასე იდგა ლამაზად ისეთი ლამაზი იყო ფორმა აი მე თეთრი ფითქინა რა უხრობა არის ის არის ავფერზე მიდიოდა ის თეთრი ისა ეგ ფართუკი რაღაც იყო აი ვარ დაგსწრო და ვითომ არ დავისო შავიც იყო ფართუკები შავიც უნდა კეთებოდა ყავისფერზე შავი ჩოლი აი მე ამ ფორმაზე მე უნდა შემოგეკერებია ყელიც ასე ქონდა ეს დაწეული საჭკას ამაზე უნდა შემოგეკერებია თეთრი ბაფთის აი ფარდის პრიალა რაღაცა თეთრი ისე შემოგეკერებია რომ ლამაზად თეთრი ყოფილიყო უნდა გაფითქე უნდა შემოგეკერებია კი არ ქონდა თვითონ შემოგეკერილი მაგრამ უნდა მოგეხსნა და ისევე უნდა გაგიერეცხა ისე გაგები კისერზე ყელზე ესე იგი ყოველ წუთას მოხსენი შეკერე ვინმე ხო და ვაი მე უკვე არ მოგწონს ძალიან მოგწონს ეს მოძულებული ხოდა დედა ჩემთავი ეგ გოგოიც მაგრამ ბიჭებს რა ხოდა ბიჭებს შარვალი კოსტუმი ზამთარში კოსტუმი ლურჯი პიჯაკი და თეთრი საროჭკა ვაი მე დედა სხვა სვიტრი არ უნდა ჩაგეცვა შიგნი რო გაყინულიყო დედა კურტკაცა რა კოსტუმი ხო გეცვა კურტკა კი გაცო კურტკაც მიხვდები გაიხდიდი და მე ფორმით იქნებოდი მთელი დღე დედა რა მე როგორი შადლები იყო აკროპოლისი ქონა წინ გასაუთავებელი ხო ის კამაში რო ის ქონა კლასიკური შარვალი ზოდი რო ქონდა ხო აი ეგეთი ლურჯები შარვაკოს მუშველებელი ბარტი ეკეთაკა ღილები ვარსკვლავები ეყატანი რა ვიცი თუ იმესე მახსოვდება ვაი მე დავერთო ხო და ბარტები ასე ისა ხეზე ხელსახვევი ჩული გოგოს ისე ბიჭს იგივე ფერი პირველ კლასში არა ეგ უნდა გაკეთებია მე მგონი აღარ მახსოვს ზუსტად მე-5 მე-6 კლასში ესე რა კიდან იწყებოდა ყელსახვევი და იგივე ფერი იყო იგივე ისა და პირველად მე რომ გადავიდა გიორგი ყელსახვევის მოდა ხალხო გადავიდა აღარ მინდა აღარავის თავისუფლებაზე გავედით და მთლიანი სკოლა ჯერ რამდენი ბავშვები ვიყავით ორი სმენა დადიოდა ეხლა ხო ჩვენთან ხო თითო სმენა იყო თითოანი ხო მაგრამ მეორე სმენაში წავში ხო იცი მე მეორე სმენაში ვიყავი ცოტა ხანი ხო ცოტა ხანი ეხლა თითო სმენა წარმოგიდგენია ორი სმენა იყო ორი დილით და შუადღეზე ხო და მე ეს დილით მთლიანი სკოლა დილით შუადღეზე მთლიანი სკოლა შუადღეზე და დილით სკოლა არ წამოვედი სახლის შუადღეზე რომ მოვიდა იმ ბავშვები რა დედა დავადეთ გიორგი ყელსახვევი გავაკეთეთ იცი რანაირად ნაძვის ხვი ასე წვეტეთ გორა და მივეცით ცეცხლი ჩოფუკეთ მე იცი რა ამ ხელა გორა იყო რა ვიცი კომუნისტების დრო იმდენი იყო და რაღაცა ვითომ აი მე ვითომ კომუნიზმი დაწვით ვითომ რა აქ მე მაღალ კლასში ვინც იყო გიორგი მე მე-10 მე-11 მე მგონია მე-10 და მე-9 და მე-10 მე-11 მაშინ ჯერჯერობით არ იყო და მე დაამატეს მე დაამატეს მე-10 კლასი იყო უკვე დამამთავრებელი აქ იყო ისა მენდალი ეს მენდალით ასე რაღაცა ლენინის თავი გეკეთა აქ გუიმაზე მენდალზე ასე მენდალით ლენინის თავი
და რო წამოვიზარდე უკვე მე 10-12 კლასში რო გადავედი უკვე მე-11 დაიშვა ჩემთანაც უკვე მე-11-იც დაიშვა მე აღარ ჩემ დროს უკვე აღარ იყო მე დასაწყისში უფრო პატარა კლასებში ვიყავი ყელსაბამი რო გავიკეთე 2 წელი მეკეთა ყელსაბამი მეტი არა აი ეს წითელი და მე უკვე აღარა მე უკვე შემოვიდა თავისუფალი ჩაცმა ხო გინდა ჯინსი ჩაგეცვა გინდა ის ჩაგეცვა გინდა სადღა იყო ფორმები აღარ იყო და შემოვიდა მაგრამ აი ფორმა იყო ძალიან აი მშობლისთვის იყო დამტანჯველი იცი სხვანაირი ისე არ უნდა წასულიყო ის რო არ აკეთებოდა გიორგის თეთრები შემოკერილი და არ გაკეთებული გალამაზებული უი გამოგაგდებდნენ სკოლიდან ჩხილები გიორგი რო შევდიოდით კლასში სანამ კლასებში შევიდოდი ჩხილებს გიმოწმებდნენ აბა გზელი გაქვს ჩხილები ჭუჭი გაქვს თავს გიჩითავდნენ ისე იყო ხო ჩხილიანი თვით მივიდოდა საყურელო კურსზე გაკეთებდნენ ჩამოგადღალეზავდნენ ერთი გუგულა მასწავლებელი ყავდა ხალხო რა ვიცი ეხლა ცოცხალია თუ რაღა გუგული მასწავლებელი ეს აი აღარ მახსოვს სასწავლო მე მგონია ფიზიკა თუ რაღაც ასე ტყლიპი ქონდა გიორგი ასე თმესა და რა ვიქალი იყო უი მე იცი რა მაგარი ვიქალი იყო აი ესე ბაკერიდან დაგუთრებდა გიორგი ასე დაგუთრებდა ბაკერიდან დაგუთრებდა აგვაგალეჯავდა ამ ბაკეთას თარამწარი მე როჩი დატრიალია იჩერა ასე კიდე აი არა აბა შესულიყავი ესე იგი მოძალადე მასწავლებელი ასე ვშთოდით ხოლმე მასწავლებელი გეხოცები საჭირო ოთახში ეს უნდა გაგიკეთებინა საჭირო ოთახში გავიშვი არც იქაც არ გიშვებდით რა ისე მოძალადი არ იყო ადრე ეგეთი იყო გიორგი უბრალოდ ეგეთი სწავლა იყო და კაცი მასწავლებელი იყო ახლა ვინც გააბრაზებდა თორე ყველას კი არ ირჩევდა აბა შესულიყავდა აბა გაკოთილზე არ ყოფილიყავ დასკისან და აი მე კიდე ის რა ქვია მივდიოდით ყელსაბამები გვეკეთა რა იყო კაცო დეჩემი რო არ იყო სახში ვიტანჯებოდი მშობლისთვის იყო ძნელი აბა შემოეკერა ესენი აბა ეს თეთრები მე გასაიწყი რო იქნებოდა შემოხსენი თავიდან და გაკეთე ხო ყოველ საღამოზე მირეცხავდა ეს ხო ისწრებოდა უცბად ხან მეხზე მედოხელი ხან რაღაცა მოხდებოდა აქ წარმოგიდგენ ყოველ საღამოზე აკეთებდა გამოირეცხავდა დეჩი გამიფიქინებდა ყოველ საღამოზე მე ბანტი თმა პატარაობისაც ძალიან დიდთვი არ მქონდა მოკლედ მაგრამ ისე ხო ვისაც გძელი თვა ჰქონდა წითელი ბანტები იყო აი პრიალა ფარდები რო არის და თეთრი და კრემისფერი ეკეთა თხოვნე ბანტები პატარებს ხო ისეთი მართლა კარგი ის იყო დრო იცი დრო იყო რანაირი ახლა ფორმები ან მშობლებისთვის იყო ძნელი ის უნდა ის თეთრი ფარდი ის რომ ეცვა რა ქვია ფართული და ძერწაზე რომ მოსპავდი ფართული მე გიორგის ერში ბოკერია ეს რო ვისწრებოდი ასე მკლავებზე აქაც რეზინა ქონდა თეთრი ნაჭერი იყო აქაც რეზინა ქონდა და გაკენილი იყო და წამოვიცმებდით ამას რა იქ მკლავები არ დაგხსოვდა პლასტერინით იმით რომ გავკეთები და ფარტუკები შეგვაკელის და ფარტუკებზე დააწერეს ყველას თავისი სახელი ეწერა ფარტუკზე რო არ შეფშლოდა და იმაზეც რა ქვია ხელისილა ხო ორივეზე ეწერა ამოქარგული ისინი რა ქვია სახელები მერე ხალხნო მერე შრომას რო გვასწავლიდნენ მერე რას ვაკეთებდით იცი ბავშვები გოგოები მასწავლებელი ყოდა შრომის მასწავლებელი სადილებს გვასწავლიდა გიორგი საჭმელებს და ესეთ რაღაცებს ვასწავლიდა მერე რას ვაშვებოდით სახში დაგვაბარებდა ვისაც რა ქონდა ზოგი კარტოფილს მოიტანდა ზოგი ჭახარს მოიტანდა ზოგი იმას მოიტანდა ზოგი კვერცხს მოიტანდა ზოგი რაღაცას და იმითი რაც ქონდა დავალება იმითი გავაკეთებდით იმას რა ქვია რასაც სალატს და მე ჩვენ თვითონ ჭამდით ნამცხვრის მასად გაჩერდი გორგი მომხდება ნამცხვრის
მასალას მოვატანიებდნენ, ნაცხვარს გამოვაწყობდით. ყველა იმავშობოდით რა ქვია, ვერთობოდით იმაში გოგოები. ყველა მოვიტანდით რაღაცებს. ესე გემრიელად მივირთმევდით ხოლმე ჩვენ გაკეთებულებს რომ რა ვიცი. ახლა რაღაცა წამიღია სკოლაში, იმდენად წამიღია. ერთხელ კვერცხიც წავიღე, კარტოფილიც წავიღე, კიდე რა წავიღე, რაღაცა წავიღე. ზეთიც ჩვენ უნდა წაგვეღო. ერთხელ ქონდა პერაშკების ისა გიოდი. რა ქვია. გაგვაჩინე. რა არის? ხო იყო. პერაშკების გაკვეთილი ქონდა. პერაშკები უნდა გამოგვაწყო. სანამ ჩვენ მივედით, მასწავლებლებს თქვი ხომ მივიტანით ჩავაბარეთ მასწავლებლებს ახლა. გაკვეთილებს ხო შევიტანით თქვის რომ ჩავაბარეთ და მოუგზელია მასწავლებლებს წონი. ხო. კარტოფილი მოუხარშია და სანამ ის არის აქვე ცოტა მოზილა რა ჩვენ რომ ყოფნოდა. გოგოებს, ბავშვებს და თვითონაც ჭამდა. გავაკეთეთ პერაშკები ხალხო. ზოგმა ზეთი მოიტანა, ზოგმა ფქვილი მოიტანა, ზოგმა ის მოიტანა, რა ქვია, კარტოფილი და იმდენი ზეთი მოგვიგროვდა იქა. ახლა თვითო ხო არ მოიტანდი, მეც წავიღე და ჩემო პრესელებმა წაიღე. 1-3-4 კარტოფილი მე უნდა მომეტანა, 4-5 იმას ესე და ყველას ასე მოგროვდი. ერთობრივი ისი რა. ხო. იმდენი ზეთი მოვაგროვეთ, გიორგი 5 ლიტრიანი გავავსეთ. იმდენი ზეთი წავიღეთ სახლებში. ყველა სხვადასხვა ზეთებია. ესე იგი გაალაგეთ სახლი. ისეთი კარგი იყო, რომ რა ვიცი და ის არის. მე რაღაცას ვაკეთებდი, ერთხელ ვინეგრეტი გავაკეთეთ, ერთხელ ოლივი ვინეგრეტიც რომელი ლობიოთი რო კეთება ეგ არის ვინეგრეტი. ხო, იმითი. ოლივი არის ჩვენ რასაც ვაკეთებ. ხო, ეგეც გავაკეთეთ. ვაი, იმდენად ვაკეთებდით რა ვიცი. ნამცხვარიც გამოვაცხვეთ. კიდე რაღაცეები რა ვიცი. მე მაგის ის დამთავრდა მე ჭრა კერვას გვასწავლიდა. იმას კერვას. ვიცით. სასწავლება იყო იცი. ოხტად ლამაზად აი ფორმას უჩავიცვალე ზამთარში. სულ გაყიდე იპუზუნა ხმოდა შიგნდა ისა. კავა. შაროლი. სულ გაყიდე ყო შაროლს არ ჩაგაცრებდა სკოლაში. მიხვიდოდი კაბით და იმითი რა ქვია. და გაზაფხული რო იყოს სარო ისა. პერანგით და იმითი, საროჭკით და იმითი ბოლოკა. გაზაფხულდებოდა. ბავშვი მაგარი იყო. აი, რა, იმდენად ცხადიები და ჩვენ დაბაზანაში შევარდა. მე გამოვიდა. ეგრეა ჩვენი საქმე. ისე რომ გამეპარსა და მე შევარდნილიყავი. ჯობია. მან ჩამოვიბანდი. ჯობია რა ვიცი შეიძლება. ესე გიქნება. რა გახსნა. მურაბა რაღაც. რაღაცი მურაბა. ლეღვის ხო. სადავო მურაბა. ლეღვის მურაბა გვაქვს. ლეღი. ლუღი. ის უყარს ხალხო ლეღი. შავი რატო ჩანს ჩემი თმა? ის მურაბა გახსოვს. ლეღვი. ლუღი იქნება. ლეღვიც არის. რატო არ გახსენე ლეღვი? გავინიავებ თქო და ნია ენი ესეც აღარ შეიძლება ხო რა ისედაც ხო ა? მე მგონი ქიავი. იუგი შეხოდი დროს დაქლიავები. გამიქლიავებს და კლიავებს. შინაგინდა? ჰა? არ მიყვარს კლიავებს. რაცა? დაქლიავება ხო გიყვარს და ისე და კლიავება ისე მიყვარს მე. ვაი მე ამ იმას რა ქვია. ლეოს რამდენი ფაროსანა წან რო მოვიდა ფაროსანა ლეო. ო, ამო ფუტფუტ.
პაროსინა. მართლა პაროსანა რომ მიდურება არის. ადრე ხალხი ჩემ ბავშვობაში. ეგეთი იყო, მაგრამ იყო, წვანე იყო, ადრე და იმას ეძახოდნენ აქვია. ყრალაჭიას. ცუანას ეძახოდნენ ღებში. როგორი ცუანაჭი არის? ცუანა? ქვეით არ იყო თეთრში იყო. არა, ქვემოთაც ბევრი იყო, ახაც ბევრი იყო. კი, კაცო იყო, გორანი იყო. თუ ცუანაჭია თქო რამდენი ამყვანია ხელში. ყროლებდა ხოლმე ყურა. ხო, ხელზე გადაგეჭე. სახში სულ შემოვიდოდა ხოლმე იმას დაბზრიალებდა იმას ნებისდა. მაგრამ პომიდორს და იმას არ ერჩევდა. ზეღანა ერთი კიკილა პომიდორი დამტიფებული იყო, ნახე და პაროსანას ნაკმენი და პაროსანა იჯდა ზეით. ნაკმენი? თეთრად აქვს. ო, თეთრადა. ასე მომყალი ვითხოვდა თეთრ. ო, თეთრად. კომენს შხამი შეყავს და ამიტომ. და ვაგდილი და თვინი. მაგრამ გინდა შხამი გინდა შესულში. ხო და პაროსანა ლახა. პაროსანა. ისე რა ისა მაგით რა ვიღა პაროსანას. პომიდორზე რო აჩდება და კმეც. ჭამს. მაგრამ სარგებელია აქ? ასაკ სარგებელი ვერ ჭამდა. არა, პაროსანას ვიძახ. მაგრამ ეს სარგებელი ხო. რა, ალბათ რა ვიცი მინდა. ერთხელ აი ბრმა ქათამაც რო შეჭამოს პაროსანა. ჩაკერტონოს და გადაყლაპოს კვერცხსაც აქვს. სულია პაროსანას. ხო, კი ვერ შეჭამ, ერთი რამოდენიმე ის უნდა გავიდეს. ხო. თავი რამოდენიმე დღე უნდა გავიდეს თუ კვერცხი ნორმალურია. ხო. ჯავი, ყვავი, წარეიქინა ფუდი. სულია. სულია. ო, სულია, მოსწონია. საზღარი სულია ხა. ლახანა მე. მაგრამ წვარი კი არ ყავის ფერი ვიცოყო. ხო, პატარები რო არის ასე ერთი მეწვე. პატარები და ჭრელა ისინი არის, სხვადასხვა. ო, ზოგი ჭრელია, ზოგი და თეთრია. ადრე რა ვიცი მე კი იყო, არა, არაფერს შავი, შუმი. ავიც მე ადრე ბავშვობაში მყავს ნანახი, ზუსტად ეგეთი წვანე. ცუალას ეძახოდნენ ღებში, რანაირ ყრალაჭიას ეძახოდნენ აქ. სუნია ხო იმას. სუნი რო აქ მაგიტო. ო, ჟავი წყალს რო აქვს ცუანას სუნი. უი მე მაგრამ გიზა სხვათა შორის კი ვშოთ და გემერიერია. შავი წყალი ქვია, ასე შვება ხალხი მეცი. შეწყდება წამოვა, შეწყდება აი მე თვითონ და სუნია. სუნი. მოდი შენ სიტყვაზე ასე გონია ვიღაცამ ჩააცუაში. მოდი შეკითხოთ ხარ. ჯურის ჩაჩუ. სუნია. ხო, მაგრამ სასარგებლო და კარგი. ორი კარგია შუავთ და გემო არა, სუნია. ოღონდ სუნი არ უნდა შეიგრძნო, ისე უნდა დაიო. იქ რომ ხოლო გარიგძნო, გაიგუდები. მაგრამ იქ თვითონ გადაწიყვია. იქ ვედგა სუნი. კოთამს. ო, ადრე სულ ადრე რომ მახსოვდი. სუპერულად რომ ნახულობდი ახლა. რა არის მიგერა? პირველად რო ჩავედი მათ და ეგ წყალთან მიდი. რა არის აჯან რის სუნია ვინ გააცვა. რატო აქ ესეთი სუნი თქო? არა სონდა პუ. არა, ბავშვობაში არ სწავდი ამას. ბავშვობაში. არ მომწონდა. სუნი მომწონდა რა. უცნაური ვიყავი ხალხო, უცნაური ბაღი. სუნი არ მოგწონდა. სუნი არ მომწონდა, მაგრამ რა არ მეთქი რანა ეს სუნი არის. ახლა რატოს? მე ავიცი ახლა სხვა, მე ავიცი. ნაიც ბავშვობაში სუნი არ მომწონდა. დეჭიმი. არა სუნი, რა არის ეს? ბავშვობაში ხალხო ეს იმას არ ჭამდა. ნაყინს კი არ ჭამდა. ცივია უიძახონდა. ცივია. ცივია თქო. აბა რა სამჭადი. არა ჭამდი. გიფცებიურ თუ ჭამდი. ეს ნაყინს არ ჭამდი. ჩვენც არ აყიდულობდი, ჩვენც ისე ვიყავით, აბა შენ არ ჭამდი, ჩვენ გვეჭამდი. ჰა? მეც მე გავიგე.
რას ლუღლუღებ შემოდი ამ შიგნით კიდე ვერ გავიგე ო ძესავით სანამ არ გახდებოდა მანამდე არა ცივია ეხლა პირიქით რო გადნება არ მიყვარს გამდნანაკი ცივია და კიდე ბამბის ვაიმე რა უნდა გაგაცინოთ დადიოდა ბამბის მაროში ზამთარში და წავედი ახლა უნდა მომიტანო ეშა გაიპოტინილით ბამბა არ მინდა მეო ბამბა არ მინდა მეო ვეიდი ეხლაც არ მიყვარს კულები უნდა ზუგი რო გამოიჭმი გიждდება მაგ ბამბის ნაკზე კულები უნდა გამოიჭმიდო არ მინდა ეშა კულების არისო მე მიშუჭამ მეტი გზა რა უნდა გადალებოდა შაქრისგან არის გაკეთებული მტლიანი ძალიან ტკბილია და არ მიყვარს პუპულა კაიები მიყვარს მე არა მე ისინი მიყვარს ბავშვობაში როგორი იყო იცი გიორგი ასო კუთხედები იყოს სქელები აი ის რო არის დეპრესივი რა ქვია ტეკლოვატას რო უკეთი ხო პაჭკაში იყო ხო არა პაჭკაში რა იცი ტუტიდი ყუთები იყო და იმაში ილაგასეცი პარკ ის ხონა დაფარებული ქაღალდის რაღაცები და სიალაგებული ხო დიდი მეშტა იცი რა არის ბავშვი მარ დააფარამ სისქეები რო იყო და შევიწელი სულა ვიცი რომ კანზე რომ მოხდება შესაძლოა პოპულარული ვიცი შიგნი ყვითელი რო აი ნაირი მოგდაგორი იყოს გუნი სტეკლოვატა ბითელი ისა ხო სტეკლოვატა საჭამდა და ახლა ხანაირია ახლა ჯოხზე რო ეხო ჯოხზე არის დახოვული პუპულა ეგ პუპულა ეგ ხო პუპულა ხო და ის ხანაირი იყო აი თითქოს მართლა ბამბა იყო ჩაპრესი ხო აი თითქოს აი სტეკლოვატა დაპრესი და ისე თან ცირა კარგი იყო მე ვეიგა მე ბავშვობაში ისინი მიყვარდა რა ქვია მამლის ფორმა რო ქონდა ჯოხზე რო ისინი იყო ხალხოები რას ეძახოდნენ მამალოები ხო მწვანე წითელი სხვადასხვა ფერი ხო ხონდა სოფელი წითელი მწვანე იყო ყვითელი იყო მგონი თვარწდები სტაფილოსფერიც იყო და ვსიო ეს სამი ფერი იყო ოთხი ფერი წითელი ყვითელი სტაფილოსფერი და კიდე რაღაცა ფერი იყო არა სამი ფერი იყო წითელი ყვითელი სტაფილოსფერი ხო სხვადასხვა მწვანეც იყო ხო მწვანე ფერიც იყო ოთხი ფერი მე უფრო ძირითადად წითელს ვყიდულობდი წითელი გემო მომწონდა კურდღლები იყო ზოგი კურდღლები იყო მამლის ფორმა კურდღლის ფორმა ზოგს ძაღლის ფორმაც ჰქონდა კატის კაი იყო იცი გემრიელი იყო და ხواتარებდა ხო რაღაცა მოხუცვალი ვატარებდა ხო სკოლასთანაც ხო იყიდებოდა სკოლასთანაც იყიდებოდა ჭიქის ის რო იყიდებოდა ზესუმზირა ჭიქის ზესუმზირა იყიდებოდა ხოლმე სკოლასთან რა 20 კაპიტით რამდენი მოდიოდა მე რაღაცა ფხნილის წვენს რო ყიდიდი ფხნილი რო იყო და წყაჭი ჩაკრილი და წვენი რო ქონდა აი მე რასაც ჭხარია მე იყო ეგ არის ეგ მგონია სრული ქიმია რას ასვავდით კი მარა სვავდი მე მაგალითად სვავდი სკოლასთან იყიდებოდა რას ასვავდი ხალხო და ხა ვიცი ქიმია რას სვავდი რაღაცა იმას არ ქვია სახში ძბოჭენ მომტანია ხუნილი და გამიკეთე კი ფუნილი მიყიდია და სახში გამიკეთე იმაში რა ქვია აკე შუშის სურალი ჭიქა რომ მოყვება რა ქვია სურა უთურა ქვია რა სურა გაქვს როგორ ხომ რუსულას ხავთ რა ქვია დოქი ტოჩა ხო უნიერი ქვია ხო და იმაში გავაკეთებთ ქვეყანა შევდოიმაციაში გაცდებოდა რა კაი იყო გრაფინსაც ეძახი ხო გრაფინკა ხო ის არის რა ქვია მარწყვის იყო ო სხვადასხვა პორტოხალი ლიმონის იყო ბანანის ო ეს პატარა პატკები იყიდებოდა რა იქითა გაზის გოძედებს გასთან ადებს ცენემე რაღაცა იქ
მე ისინი საღეჭილეზინები რამდენი სყიდულობდი ხოლმე სუპრიზი მქონდა საღეჭილეზინი ახლა ჩავიდებ მაგარა მომდომი წამში დონალდო იყო ჩემ დროს კიდე საღეჭი ეგ არ ვიცი მაგრამ მე ტურბოს ყიდულობდი ტურბო რა კაი იყო იცი ადრე ჩემ ბავშვობაში აუ მაგარი მანქანა მიავადიო და მაშინაც ო მაგარი იყო ტურბო დონალდო ეგ არ ვიცი ვაიმე ის მის გლები მოდიოდნენ რა ნიკი მაუსი მინი მაუსი და ის ყვატილო სოფია დონალდა ო იგი გაბერილი იყო წუჩი თვითონ კესაბერადენ ის ეხატა ო ეხატა ისეთი მაგარი იყო აი პატარა იყო მაგრამ მაშინის მეორე კვატი არ აყავდათ ხო და ისეთი კარგი იყო რა ვიცი მე ესე უთხედები ის რა ბონბონები რო არის ესე ფიტფიტაზე ხო იცი წამას ულავს ნუოფენს ხო ხო აი ესეთი მოგძო იმაში იყო ასე კომპიუტერი ისი კევები ასე მოგძოში ხო ასე სიგძეზე ყვითელი კევები იყო ზოგი წითელი იყო ზოგი ყვითელი იყო სხვადასხვა აროვატი იყო ხო მწვანე იყო კიდე და ლურჯი იყო ხო და ასე ყიდულობდით იმაში ასე სიგძეზე ისეთი კარგი იყო აი რა გიმბი კიდე ბურთისავით აი ფეხბურთის ბურთი რო არის ჭრელი აი ზუსტად იმნაირი კევებიც იყო ზუსტად ასე გონე ფეხბურთის ბურთიაო მე იმას ყიდულობდი ხოლმე ნესის და იმის ფორმა რო საზამთროს ფორმა ნესის და საზამთროს ფორმა რო ხო აი გენი დიდები რო იყო კარგად ზუმად დიდი ხო აი გენი ხო ერთ ჩაიდებდი საკმარისი იყო ის უკვე აი იყო ხო ბურთის ფორმებიც იყო ხოლმე ის კარათ ბურთის ფეხბურთის ბურთის რაგბის ბურთის ფორმის იყო არ ვიცი შეიძლება ეხლაც არის იგენი მაგრამ მე აღარ შემკვიდრია რამდენი ხანია ხო და ისინი რო იყიდებოდა ხოლმე შოკოლადის მონეტები ხუნდები ხო იგი ცინას ვაიმე რა წახვედი რა წახვედი მუში იდეა თასნაი რაღაცა თასნაი რაღაცა იყიდებოდა რა ვიცი ახლა ცოტაშობს ახლა იმდენი რამეა მაშინ იმდენი არ იყო მართლა მაგრამ მაშინ ნატურალური იყო იქ კევსაც დაჟე ახლა რომ გუდრონ დაღეჭოს ბავშვმა თქვა არავინ არ გაიმეოროს სისულელი 100 წელი არ რომ ახლა რომ გუდრონი ბავშვმა პეში ჩაიდოს დაღეჭოს მოკვდება და რამდენჯერ არ გაიმეოროთ რამდენჯერ გუდრონი იმას მიქნია რა ქვია ჩამიდია პეში და დამიხეჭია რა ვიცი თუ არსებობს ზოგადად იქ შავი რო იყო ხო რამდენი კევია თქო ხო ჭამდით ბავშვი მაგრამ აგერავა რა ვიცი ახლა რომ ჩავიდოთ კი შეიძლება მოვიწამლოთ ისე რომ ვეღარც მოვიდეთ გონზე ეჩებს მეჩხუბებოდა გუდრონი არ ჩაიდო პეშო ქოტინკევები და შავი რო იყო მოგწონდა რატომ გემოც მოგწონდა მალე არ აფუჭდებოდა მე ბუნებრივი კევი იყო რა გინდა ესე არც იბერებოდა არც არაფერი მაგრამ რა მოგწონდა გუდრონი რამდენჯერ ამიღეჭია ახლა რომ გუდრონი დაღეჭოს ბავშვმა ხო შეიძლება მოყვდეს სხვა არ ვიცი მაგრამ მე რო გუდრონი იმას აქვს ჩავღეჭო შეიძლება მოვიწამლო ისე რომ ვეღარც მოვიდე გონზე ისა ნაძვის კევი რაჭაში ქოთნა არ მიყვარს ქვეყანა ნაძვის კევს ეხლაც არის ხოლმე იქ ნაძვის კევები ეხლაც იყიდება მაგრამ არ მიყვარს ქვეყნის ნაძვის კევს იმას ხუნი ტრაფია ოი აღენ გიყვარს მე არ მიყვარს ნაძვის კევი დიდად არ მიყვარს არ მიყვარს ნაძვის კევი ო დავიდები რა ცოტა ხანი წა ის არის რა ქვია კიდე ბევრი რაღაცა იყიდებოდა ხოლმე ჩემ ბავშვობაში სხვათა შორის აუ ისინი რომ შემოვიდა კარდონები დადიოდნენ მოქონდათ ეკევები აღგომისთვის ეცდეთ სულიდან მე ოკა ასე ეძახოდნენ აი ესე
დავეჭდე და ასე შეაგუგდე. მოწერასი და რაღაცა სიძახოდნენ აღარ მახსოვს და მე კვერცხში გაცვლიდნენ ახთქოს. ისინი რო იყო ასე თავშობდით. კევის გულისთვის გიორგი მომისმინე, ჩვენებული ბიჭუნა სკოლის მოსწავლე, წავიდა და ის რა ქვია, კევის მოვიტანო, კევი ჭერალი მოკვდა იქ. რანაირად? დარი ჩამოიღო. რანაირად? რა ვიცი, რატო ჩამოვარდა საიდან აღარ. ხეზე ეთყობავი და კევი გული თვინდა. დეძებდე მე ყველა. კევის გულისთვის ავიდა ზევით ეთყობა ხეზე და ვეღარ ჩამოვარდა ან რაღაცა ქნა. ბავშვი არ არის სკელი. იმ დღესაც მაგდენი გავაკეთე და სკელი იყო. შვენიერალური. ისინი რო იყიდებოდა ხოლმე კიდე რა ქვია კარტონებივით რო იყობდნენ რაღაცები რო იხატა ფეხბურთელი მანქანები ეხატა ხოლმე ფეხბურთელები მიკი მაუსის ისინი ეხატა რა ქვია და ასე ბევრი რაღაცა იყო წავედი ხალხო თორე 1 საათზე წავალ და იმას ვიზავ რა ქვია შეიძლება გვიანა იტვირთოს გამეროა და გემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე წავალ აბაზანაში დავიბან შევარდები აბაჰე და აბაჰო მე არ დავიკარგეთ ხვალ 1 სექტემბერია უეჭველი მოვართ აბაჰე და აბაჰო კარგად იყავით კარგი საგამო გამოიწერეთ ხალხო არხი 4000 მიჩვენა დილას ნახე 4004 4 კი არა მეტი მე 400-ზე ავედი 4300 რაღაცა ხო ვიყავით გამოიწერეთ არხი ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი და ისე ვიყურებს გააქტიურეთ ზარისხილაკი რომ შემდეგ ვიდეოები არ გამოგჭრეთ ნამდვილად ბევრი მწერს ხოლმე იკარგება შენ კარგავ შენ ვიდეოც არ მიჩვენებსო და ესე იგი არ გაქვს გამოწერილი და არხის თუ გაქვს გამოწერილი არ ზარისხილაკი არ გაქვს გააქტიურებული რომ notification მოგივიდეთ იმიტომ რომ ზარისხილაკი იცი რა არის ზანზალაკი რო არის იმას უნდა და ხო იმას უნდა ის უნდა იმას დაკლიკე გამოიწერეთ არხი აქ იქნება სადღაც ანაკ აბაჰე კარგად იყავით მაგრად იყავით დიდი მადლობა ყურებისათვის მოსმენისათვის რა ვიცი ყველაფრისთვის ვიყვარხართ გვეიმედებით და თქვენით მიმდინარეობს ეს არხი და მიდის წინ გაიხარეთ დიდი მადლობა და უფალი გადაგიხდით და ჩვენ თუ ვერაფერს გადაგიხდით და რაღაცა უფალი იქნება თქვენსკენ და ძალიან გვიყვარხართ და თუ სადმე შეგხვდებით იქ იქნება ნუ მოგვერიდებათ მოდით და გაგესაუბრებით ჩაგეხუტებით და რა ვიცი ყველაფერი კარგი ყოფილიყო თქვენთვის უღრმესი მადლობა და ღამე მშვიდობის subscribe ლაიკი უნდა გქონდეთ წითელი თუ გაქვთ წითელი დააკლიკეთ და იმასაც დააკლიკეთ გეხოცებით გემუდარებით გთხოვთ ხალხო 4 სექტემბრამდე ავიდეთ 5000-ზე აბაჰე კარგად აბაჰე წავედით